სახელთა მამისათა და ძისათან და სულიწმიდისათან. როგორც ჩვენ წინასაუბრის ეს უკვე ვთქვით, იყო ვინმე კისი ბენიამინი და ტომიდან მას ჰყავდა შვილი საული, გამოჩენილი და გამორჩეული თავისი სიმაღლით, ახოვანებით, გარეგნული მშვენიერებით და რომ დაეკარგა მას სახედრები და წავიდა მამის თხოვნით შვილი სახედრების საძებნელად. ოფი ცხოვრებითაც მოვლენა დაიკარგა საქონელი და უნდა მოძებნოს და ოჯახის წერმა და არაფერი მამაში გასაკვირი არ არის. მაგრამ ეს არის ჟამი, როდესაც ხალხმა ითხოვა მეფე და უფალმა აკურთხა წინასამეტყველე სამუელი, რომ გამოურჩიოს მეფე და დაუდგინოს. მაგრამ რა ნიშნით გამოარჩიოს სამუელმა? როგორც უფალმა უთხრა დაუდგინე, ასე უფალმა უნდა აჩვენოს, ვინ უნდა ადგინოს მეფედ. თავისით მეფობენ მარტო მოძალადეები და ისიც ღვთისგან არის დაშვებული მოძალადე და მეფობა ადამიანთა და ერის თუ საზოგადოების წოდების გამო. და ხო ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გაჭირების გამო ითხოვს მეფეს იმ იმედით, რომ მეფე იქნება წინამძღოლი და მეფე ასე ვთქვათ, გაუგებებს ორგანიზებას, საზოგადოებას, ხალხს, როგორც სამეურნეო საქმიანობაში, უფრო მეტად მისი თავისუფლების დამოუკიდებლობის და დაცვის საქმეში მომხდურთაგან. და ეს ესეთი თხოვნა, რომელსაც იწყნარებს უფალი და სამუელი ელოდება ღვთისაგან ნიშანს, ვინ უნდა გამოირჩიოს და ამ დროს საული თავის სახედრების ძებნაში მოდის იმ ქალაქში, სადაც სწორედ ახალი მოსულია სამუდმე რათა შეწიროს ხეპლიქ მთაზე ღვთისადმი სავედრებლად, რომ გამოაჩენს უფალმა ერისანო გეშოთ მეფე. ისინი შეხვდებიან ერთმანეთს, ესეც განგების ამბავი, რომ სახური ეტყვის, როგორც თქვენ გახსოვთ, საულს, რომ აი იმ ქალაქში არის წინასამეტყველე და იმასთან მივიდე და ვკითხოთ, სად ვიპოვოთ, იმიტომ რომ რამდენიმე დღე ეძებეს და ვერ იპოვეს, მოიარეს ქვეყანა და ვერ იპოვეს ეს საყდრები. და იქ მისულებს ეუბნებია ჭასთან მოსული ქალები, რომ აი ცოტა ხნის წინ ქალაქში შემოვიდაო და იჩქარეთო, იმიტომ რომ ადვა მთაზე მსხვერპლის შესაწირად და როდესაც ქალაქში შევლენ, ღვთის უდანებით, კურთხევით სამუელი მოდის მათ შესახვედრად. ისინი ხვდებიან ერთმანეთს და სამუელმა ღვთისაგან უკვე იცის, ვინ უნდა გამოარჩიოს და ელოდება მასთან შეხვედრას. ხოლო საულმა ჯერ არ იცის, რა პასუხს მიიღებს წინასამეტყველისგან თავის სახედრების შესახებ. დავით ერთსა შევიდოდეს იგინი საშვალ ქალაქ სამას, შეემთხვა მათ სამუელ რამე თუ მოვიდოდა ბამად. რამე თუ გამოუცხადა ღმერთმა სამუელს დღით ერთით წინა, ვიდრე საულ არღარა შემთხვეული. ხვალე ამას ჟამს სამოვავლენო შენ და კაცი ქვეყანისა მისგან ბენიამინისა და ცხემას მეფე და ერსამას ჩემსა ზედა ისრაელსა. და მან იხსნეს ერი იგი ჩემი ისრაელი, ხელთაგან უცხოთ ესხლთასა. რამე თუ მოვხედო სიმდაბლეს ამას ერისა ჩემისასა, რამე თუ მოვიდა ჩემ და ღაღადება იგი მათ. და ჩვენი თვამბობთ, არამედ რუსი დაყრდნობით, რომ უფალმა შეისნა ერის აღადისი, რომ მიხსენ ჩვენ ამ განსასწრელისაგან, რადგან ერი ხედავს ხსნას მეფის დადგენაში, უფალი დაუდგენს მათ მეფეს, თუმცა მანამდე ისტორია იყო ებრაელთა ერისა, სწორედ ეს იყო მოწმობა, რომ მეფის გარეშე უფალი იყო მათი წინამძღოლი, უფალი იყო მათი მფარველი, შემწე, მაგრამ უფალი ასევე მათი წოდების გამო უშვებდა გარკვეულ სასჯელებს მათზე და მტრების შემოსვლას
და ძლევას რომელსაც აძლევდა უცხო ტომს ებრაელებზე, რათა დამდაბლებულიყვნენ და სინანულით ისევ უფლისგან მოქცეულიყვნენ. ამჯერად უფალმა დაუდგინა მათ მეფე სამუელის ხელით. და სამუელი თერცა იხილა საულ და რქვა ამას მეუფემან. ესე არის კაცი იგი, რომლისათვის გარქო შენ. ესე მეფობდეს ერთს ამას ჩემსა ზედა. უფალმა არა მარტო წინასწარ გააფრთხილა და უთხრა ბენიამინის ტომიდან მოვა და შეხვდები, არამედ როდესაც იხილა საული, ვიდრე იკითხავდა მის სახელს და წარმომავლობას, უფალი ეუბნება მას, რომ აი ეს არის ის კაცი, რომელსაც გითხარი შენ. ეს უნდა დაადგინო. საულს არის ეს უშუალო ესეთი კავშირი წინასამეტყველისა უფალთან, რომ მას მუდამ ესმის ღვთის ხმა, რომელიც აუწყებს განგებას თუ რა იქნება სასიკეთო ერისათვის. რქვა საულ სამუელს მითხარ ღამეს სახელი მხილველისა მის. მიუგო სამუელ და რქვა მე თავადი ვარ. არამედ აღვედ შენ ჩემს საწინა ბამად და ჭამე დღეს ჩემთანა პური და ხვალე წარგავლინა შენ და გითხრა ყოველი ენება გულისა შენის. ხოლო ვირთა მათთვის ნურა ზრუნა, რამე თუ დღეს ამარს ვინაიდან უპოვნიან ვირები იგი. ამიერიდან კეთილსა ზრახევთ, რამე თუ ვისამე არ სიხარული დღეს ისრაელსა შორის ვითარ შენ და სახლისათვის მამისა შენის. სამუელი ეუბნება მას, უცხადებს, რომ ის არის თვითონ წინასამეტყველი, რომელსაც ეძებს საული, მაგრამ იმის ნაცვლად უთხარს სად არის სახელები, პირველად ეუბნება ამოდი მთაზე, იქ ზევით მაღალ ადგილად გორაკზე და იქ ჩემთან ერთად უნდა პურის ჭამო და მე გამოგიცხადებ რაღაცა საგანგებო რაღაც სიტყვას. ხოლო აქვე ანუგეშებს იმ სახედების ეს ნოზრუნავო. ისინი უკვე იპოვეს, უკვე სამი დღეა და უცებ ეუბნება, რომ არც ერთ ოჯახში დღეს ისრაელში არ იქნება ისეთი სიხარული, როგორც შენ ოჯახში. რაღაც საიდუმლოს ეს ეუბნება. სახედების პოვნა კი სასიხარულოა, მაგრამ ეს არის ოჯახის ვიწრო, რა თქვა, დროებითი გახარება, რომ არ დაიკარგა მათი საქონელი და იპოვეს და ზარალი არ განიცადეს. მაგრამ როცა ეუბნება, რომ მთელ ისრაელში არც ერთ ოჯახში არ იქნება ესეთი სიხარული, როგორც შენ ოჯახში, ეს უკვე ნიშანია რჩეულების და საული დაფიქრდა და ეუბნება. მიუგო საულ რქვა არამედზე კაცისა იემენელისა ვარ უმრწემესი ნათესავთა შორის ისრაელისასა და ტომი იგი ჩემი უმცირეს ყოველსა შორის ტომსა ბენიამინისას. აწრად მარკული ყოველსა. საულმა გულისმაყო ამ სიტყვის მნიშვნელობა, რომ განსაკუთრებულ სიხარულზეა საუბარი და შედარება მთელ ისრაელში არ იქნება სიხარული, ამიტომ ამბობს, რომ თითქოს ამას არ ვიმსახურებ ჩვენ. გახსოვთ, რომ ჩვენ საუბრობთ საჯულთა წიგნისგან ვიხილავთ და საჯულთა ხანაზე საუბრობთ, რომ ბენიამინის ტომი როგორ შეებრძოლა დანარჩენ 11 ტომს და როგორ დამარცხა საბოლოოდ ბენიამინის ტომი და მამაკაცთა მოდმო თითქმის სულ ამოწყდა მათში და იქ როგორ ერთად იმსჯელეს გადაერჩინათ ეს ტომი, რომ სისავსე 12 ტომის არ დარღვეულიყო ღვთის წინაშე და ამიტომ მცირე იყო რიცხობრივად ბენიამინის ტომი. და ამ ტომში, ამ ბენიამინის ტომში ეს საულის ოჯახი, გვარი იყო ყველაზე მცირე და ღარიბი და ოჯახში კიდე თვითონ უმცროსი იყო. მეორდება ის, რაც მოხდა გედეონთან, გახსოვთ ის მაშინ ანგელოზი უფლისა გამოეცხადა გედეონს და აუწყა განგება ღვთისა, რომ გედეონი უნდა ჩაუდგეს სათავეში ებრაელებს, რომ გაანთავისუფლოს
მტრებისგან, მაშინაც გედეონი აღნიშნავს, რომ მანასეს ტომში ჩვენი გვარი ყველაზე მცირერიცხოვანია და დაბალი და მე კიდევ უმცროსი ვარ ჩემ გვარში. უფალი მდაბალს ირჩევს, რათა ძალაუფლისა გამოჩნდეს და არა ადამიანისა. ეს არის განგება ღვთისა, რომ არა ადამიანის ძალის ხმევით ხდება აღსრულება იმ სასიკეთო განგების, არამედ უფალი ირჩევს სწორედ იმას, რომელიც თითქოს არ იმსახურებდა არანაირ პატივს ხალხში, მაგრამ შემოსავს ისეთი ძალით, რომ მთელი ხალხი მას აღიარებს და გაყვება, როგორც გედეონის შემთხვევაში, ასე იქნება საულის შემთხვევაში. და წარეყვანა სამუელს საულს, რომ აიგი, რომელ მისთანა იყო და შეიყვანა იგი ვანად თვისა და უბრძანა მას დაჯდომა 33 ინახესა ზემო კერძო. ავიდნენ თაზე, სადაც უნდა შეწირული იყო ეს და რაც იყო შესაბამისი გაშლილი სუფრა. იყო ოთახი, სათავსო, სადაც ისინი დამოყოლილდნენ, მაგრამ იქ რჩეულნი იყვნენ ერისა 30 კაცი. და რჩეულთა შორის მოელდინასა მეტყველმა, თორედ საული დასვა თავის გვერდით. და რქვა სამუელ მზარეულსა მას, მომართუმე ნაწილი იგი, რომელ მიგეც დამარხვად. და მზარეულმან მოართვა ბარკალი ერთი კუნთი, დაუგეწა შემისე და რქვა სამუელ საულს. აჰა ეგერა ეგე საწამებელი ers ჩემ და წინაშე ყოვლისა ერისა მაგის. და მოიღო იგი საულ და შეჭამა სამოველი თურთმას დღესაშინო. იგი სამუელმა არა მარტო იცოდა ღვთისაგან, რომ უნდა გამოერჩია მეფე და უფალი მოიყვანდა მასთან იმას, ვინც უნდა გამორჩეულიყო, თორედ წინასწარვე განაგო ის რომ განსაკუთრებული ნაწილი შეწირული სვეპლის ეს ბეჭი საქონლისა ის ცალკე გადადო და ცალკე მომზადებინა როგორც გამორჩეული ადამიანისათვის ძღვენი და აი ის მოატანინა მზარეულს ეს ისინი არ არის საკმარისი რომ შენ მიიღო უწყება ღვთისაგან ანუ შენი მხრიდან შესაბამისად უნდა მოიქცე პატივი მიაგო და გულის მაყო როგორ უნდა იმოქმედო რათა ის ფარულად და უხილავად განცხადეს საზოგადოების წინაშე. და გარდა მოვიდეს ბამით ქალაქად და დაუგეს საულს სარეცელი ერდოსაზე და დაწვა. დავით ერთ ცისკარი განიღებოდა, გარდა მოუწოდა სამუელს საულს მიერ ერდოდ და რქვა, აღდეგ და გარდამოხედ და წარგავლინოში. და აღდგა საულ და გამოვიდეს ორნივე გარეშე ქალაქზე მას. და მოვიდეს დასასრულსა ქალაქისასა. რქვა სამუელს საულს, არ ქუჭაბუქსა მაგას და წაგვიძღვეს ჩვენ წინა და ჩვენ ფერხი დაიფყარ და ისმინე ბრძანება იმის. იმ ღამეს თავისთან დატოვა ერდოზე აიყვანა იქ და გაუშალეს მას ლოგინი და ესეც გარკვეული პატივის ნიშანი იყო. რომ მაღალ ადგილზე იყო მისთვის საგანგებოდ მომზადებული ღამის გასათევად ადგილი და როდესაც გათენდა და გამოვიდნენ ქალაქიდან სამუელმა უთხრა საგანგებოდ რომ შენი მსახური წინ წავიდესო და შენ დარჩი ჩემთან და მე შენ გავუძღებ ღვთის განგებას. ანუ თუმცა რაღაცა ნიშნით სამუელმა უკვე წარმოაჩინა რომ საული რაც განსაკუთრებული ადამიანია, მაგრამ რა მისია ეკისრება მას ჯერ ხალხმა არ იცის და სამუელიც არ უცხადებს წინასწარ. ამიტომ ყველაფერს აქვს თავის თანმიმდევრობა და თავისი დრო, ადგილი და სახე, როგორ განცხადეს ეს რომ წინასწარი, ვთქვათ, თქმით საქმე არ დაზიანდეს და წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს. ეს მართებს ჩვენ რომ ჩვენ ცხოვრებაშიც გვახსოვდეს და ენა არ უსწრობდეს საქმეებს და საქმემ გამოაჩინოს ის დაფარული რისი
შეთქმას ჩვენ შეიძლება გვინდოდა, მაგრამ არ იყო სათქმელი თავიდან. ამით დავასრულოთ ჩვენ საუბარი დაგემშვიდობებით ღმერთთან და აგვუხსოვთ.